სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 28 პირი. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება. კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდაქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ 10,000-ობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმე თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფოს ჯამში 669,497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამსისხლის სამართლის საქმეზე 7 პირს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება სხვადასხვა დროს დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 91,564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ჯამში 397,804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის სამსაქმეზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ეგრეთ წოდებული დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. სამსისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 196 მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 322 მუხლის პირველი ნაწილით, 328 მუხლის პირველი ნაწილით, 341 მუხლით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე აღნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. მადლობთ ყურადღებისათვის.